პროპაგანდა ცდილობს დაარწმუნოს მასა, მოქალაქეები, ხალხი, როგორც კიდათ ისე შეხედეთ ამას, ცდილობს დაარწმუნოს, რომ მას აქვს ძალიან ძლიერი ხელი. და სხვათა შორის ხელი, როგორც სიმბოლო, ძალიან ხშირად არის გამოყენებული სწორედ საბჭოთა პოსტერებში. ძლიერი ხელი, ძალიან დიდი ფორმატით, არის ხშირად ფერი გამოყენებული, წითელი, ასევე ამ ხელში ხშირად არის ურო, რაც ასე ვთქვათ, აკეთებს აი ამ ძალის დემონსტრირებას. სხვათა შორის იოსებ სტალინს, რომელმაც ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე შექმნა საბჭოთა რეპრესიული აპარატი და განახორციელა შემდეგ ეს დიდი ტერორი და მისი ოცნება იყო და ფაქტიურად ნახევრად გამოუვიდა, რომ შეექმნა ახალი ადამიანი. როგორი უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, ის უნდა ყოფილიყო მორჩილი და მას უნდა დაეჯერებინა, რომ საბჭოთა კავშირი, საბჭოთა ბელადი, საბჭოთა ნომენკლატურა არის ყველაზე ძლიერი. რატო? რაში ჭირდება ეს პროპაგანდას? იმიტომ რომ თვითონ იყოს განსაზღვრელი ნებისმიერი ქმედების და გამოაცალოს ეს ინიციატივა ხალხს, გამოაცალოს ეს ინიციატივა მოქალაქეებს და მოქალაქეები დაემორჩილონ მას როგორც ძალიან დიდი ძალის პატრონს.